ევროკომისიამ მიგრაციის ახალი 5-წლიანი სტრატეგია წარადგინა. ახალი დოკუმენტი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირს საომავლო მუშაობაში დაეხმარება. პრიორიტეტულია უკანონო შესვლის შემცირება და ამავდროულად ლეგალური გზების წახალისება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სრულად ამოქმედდება შესვლა გასვლის ES და ავტორიზაციის ETS სისტემები. ევროკომისიის ინფორმაციით მთავარი მიზანია მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის გამართული მუშაობაში და საზოგადოებისა და ეკონომიკების განვითარების უზრუნველყოფა. რა იცვლება საქართველოსთვის, რა ახალი პროცედურების გავლა მოუწევთ ქართველ მოგზაურებს და როგორ აისახება ახალი გამკაცრებული მიდგომები ჩვენს ქვეყანაზე. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს ეკა გისმენთ. მოგესალმები ანუკა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, კრიმინალური ქსელების საქმიანობის აღკვეთა, სისტემის ბროტად გამოყენების თავიდან აცილება და მეორე მხრივ ევროკავშირში ტალანტების მოზიდვა, სწორედ ეს არის ევროკომისიის ახალი 5-წლიანი სტრატეგიის მიზანი. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგია ასევე 5 პრიორიტეტს გამოყოფს, ესენია მჭიდრო თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში, სხვადასხვა ქვეყნებთან საზღვრებზე კონტროლის და უსაფრთხოების გაუმჯობესების სისტემების დანერგვა, რაც შესვლა გასვლის ES და ავტორიზაციის ევროპული სისტემის ETS-ის დანერგვას მოიცავს, ასევე პრიორიტეტული ეფექტიანი დაბრუნება და რეადმისია და მთლიანობაში უსაფრთხოების გაძლიერება. სპეციალისტების განმარტებით სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის და მის საზღვრების ასევე შიდა ტერიტორიის დაცვა, რადგან ევროკავშირი დაიღალა ძველი სისტემების ხარვეზებით და გეოპოლიტიკური მიგრაციული კრიზისების ფონზე გაზრდილი მიგრანტთა ნაკადებით შესაბამისად უსაფრთხოების წესების მკვეთრი გამკაცრება გადაწყვიტა. მის მიზანია ის, რომ დაიცვას თავისი უსაფრთხოება შესაბამისად მიმდინარე გეოპოლიტიკურ მიმდინარე პროცესებში, ბელარუსის კრიზისი და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ ევროკავშირის სურვილია დაიცვას თავისი უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, და გაამკაცოს წესები, რომ არ მოხდეს არალეგალური მიგრაცია, არ მოხდეს მისი უსაფრთხოების დარღვევა. ევროკავშირი ამას აკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში მოიზიდოს ტალანტები, მაგრამ ამავდროულად ის ამატებს როგორც კეთილსინდისიერი მოგზაურებისთვის ამკაცრებს არაკეთილსინდისიერი მოგზაურებისთვის თავის წესებს. ეს არის მისი ამ სტრატეგიის ამოსავალი კრედო. ბევრი ადგილზე ძალიან ახალ პასპორტებს იღებდნენ და უკვე მიდიოდნენ ამ 90 დღიან რეჟიმს და შესაბამისად უკვე ვეღარ მოხდება ეს ბიომეტრიული მონაცემები, შესვლა გასვლის ელექტრონული სისტემა ამის საშუალებას აღარ მიცემს, რომ მათ დაარღვევენ ეს ნებისმიერ 90 დღეში 90 დღის წესი რეადმისია შეკვეთა გვაქვს ჩვენ გაფორმებული კიდევ და ანუ ესე იგი უნდა მივიღოთ ის მოქალაქეები, რომელსაც ევროკავშირი გამოადეპორტებს. ესე ვთქვათ, ევროკავშირს აძლევს მეტ გარანტიას, რომ მისი საზღვრები იყოს დაცული, უსაფრთხო და წინასწარ თავი დაიცვას არასასრული სტუმრობისგან, კრიმინალისგან, ტერორიზმისგან და ასე შემდეგ. ეს უფრო ნაკლებად კავშირში არის სავიზო პროცესებთან. თუმცა სტრატეგიაში მოიაზრება ის, რომ საზღვარზე კვეთა და შესვლა უფრო გამკაცრდება და თუ ადრე პირობითად ხდებოდა უამრავი დარღვევები, 90 დღიანი ვადაგადაცილებები, ახლა ამ ყველაფერს ევროკავშირი და ES სისტემა უფრო მკაცრად გააკონტროლებს და უკვე მოქალაქეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მარტივად თუნდაც სხვადასხვა დარღვევებით შეძლონ საზღვარზე შესვლა. არსებული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი შესვლა გასვლის ელექტრონული სისტემის ES-ის და ავტორიზაციის ევროპული სისტემის დანერგვას გეგმავს, როგორც უკვე გითხარით, ES-ი საზღვარზე ბიომეტრიულ კონტროლს, სახის ციფრული გამოსახულებების და თითის ანაბეჭდების ჩაბარებას გულისხმობს, პასპორტში ფიზიკური ბეჭდების ჩარტყმა საზღვარზე წარსულს ჩაბარდება, მის ნაცვლად კი სისტემა ელექტრონულად დაარეგისტრირებს თითოეული მგზავრის მონაცემებს. ES-ის მიზანია ევროკავშირს დაეხმაროს იდენტობის გაყალბების აღკვეთაში და არალეგალური მიგრაციის შემცირებაში. პარალელურად ინერგება ETS სისტემა, რომლის მიხედვითაც გამგზავრებამდე მოგზაურმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადი ოფიციალურ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, უპასუხოს უსაფრთხოების რამდენიმე კითხვას, ამ განაცხადის ღირებულება 20 ევროა, ავტორიზაცია კი ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში. ამ სისტემების სრულად ამოქმედება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდანაა დაგეგმილი, როგორ აისახება საქართველოდან ტურისტულ ნაკადებზე და რა პროცესებს ელოდებიან კერძო სექტორში, ამ კითხვით ბიზნესის წარმოადგენლებს მივხვდით. ამიტომ გარკვეული წესი არ არის. თუ როგორ იქნება ეს და როგორი ადაპტაცია შეგვიძლია რომ გავიაროთ ამ ახალ სისტემასთან დაკავშირებით, რადგან დღესდღეობით მაგალითად თუ ჩვენ მივდივართ ხვალ მაგალითად რომის მიმართულებით, დღესვე შეუძლია ადამიანს ამ რომის ტურში ჩაეწეროს უბრალოდ და ხვალ შემოგვიერთოს. ანუ დღეს ესეთი მარტივი მოგზაურობა, როგორც არის დღეს, ჯერ არ ყოფილა აქამდე. ეს ფასეც იმოქმედებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რო ვთქვათ, უფრო ინტენსიური აქტივობა, ამის შემდეგ შესაძლოა შენელდეს და დაბალი აქტივობაზე ფასი
არათუ ნარჩუნდება შეიძლება კონტაქტ გაიზარდოს კიდეც, იმიტომ რომ თუ თქვა ჯგუფში 30 ადამიანის ფასი არის თქვა სიტყვაზე 500 ლარი, თუ 8-9 ადამიანი წამოვა 30 ადამიანის ნაცვლად ფასი გაცილებით მაღალი იქნება. თითოეულ არა ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც ევროკავშირში დაგეგმავს მოკლევადიან ვიზიტს, იგულისხმება 90 დღემდე ვიზიტი, მას მოეთხოვება რომ შეივსოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმა ონლაინ, დააფიქსიროს მისი პირადი მონაცემები, ასევე მოგზაურობის თარიღები, გადაიხადოს მოსაკრებელი, რომელიც არის 20 евро ამ წუთის მონაცემებით და ესე ვთქვათ, დაადასტუროს განაცხადი. ამ ეტაპზე ცვლილება უფრო მეტად, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობას აკისრებს ნებისმიერ არაევროკავშირის მოქალაქეს, რომ მათ წინასწარ დაგეგმონ ვიზიტი, რადგან როგორც ვიცით, 96 საათია საჭირო იმისთვის, რომ ETIAS-ის პასუხი მივიღოთ. ანუ დადებითი პასუხის შემთხვევაში თავისთავად მოგზაურობა დაიგეგმება და მზად არის მოქალაქე რომ გაემგზავროს. თუმცა ETIAS-ის მიღება შესაძლებელია რომ თავისუფლად 2-3 წუთშიც მივიღოთ დადებითი პასუხი, მაგრამ მაქსიმალური ვადა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ არის 96 საათი. ახალი სტრატეგიით უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურაც გამარტივდა და დაჩქარდა. თუ ადრე ამ პროცესს 9 თვის სჭირდებოდა, ახლა გადაწყვეტილების მიღება ერთ თვეშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ევროკავშირს შეუძლია სანქციები წერტილო უნდა დაამოქმედოს, მათ შორის საქართველოს მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთ რისკ ფაქტორად საქართველოს სავიზო პოლიტიკა სახელდება აზიისა და აფრიკის ქვეყნების მიმართ, რაც ევროკავშირის მიგრაციულ საფრთხეს წარმოადგენს და ამასთან ქვეყანაში ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. ქვეყანა არასრულებს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამისად ვართ ევროკავშირის კეთილნებაზე. ანუ ეს არ არის მუდმივი მოცემულობა, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მქონდა უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან, მაგრამ ამჟამად ნამდვილად ევროკავშირის კეთილნებაზე ვართ, რომ ქვეყანა არ შეესაბამება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტანდარტებს, შეიძლება არ შეესაბამება ასევე სავიზო სტანდარტებს, იმიტომ რომ აქვს აფრიკისა და აზიის ისეთი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს დაწესებული, რომელიც საფრთხეს მიგრაციულ კრიზისს, მიგრაციულ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირისთვის და ეს პირდაპირ გაწერილია შეჩერების ახალ მექანიზმში. შეჩერების ახალი მექანიზმი არის ძალიან დახვეწილი და იქ ნებისმიერი გადაცდომის გამო შეუძლიათ რომ შეგვიჩვენოს უვიზო მიმოსვლა. მართლა 2023 წლის შემდეგ მიგრაცია შენელებულია, აღარ არის არალეგალური მიგრაცია იმდენად მაღალი, მაგრამ მაინც არის რისკები და თუ ასეთი законული კანონები იქნება, მოგვიწევს ევროკავშირში და თავშესაფრის მოთხოვნა და ეს განსაკუთრებით ევროკავშირისთვის რისკს ზის. სპეციალისტების შეფასებით საქართველოსთვის ცვლილებები კრიტიკულია, ქვეყანა დგას უვიზო მიმოსვლის ლაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც განპირობებულია ევროპულ საგარეო პოლიტიკასთან აცდენით, ადამიანის უფლებების დარღვევითა და სუსტი სავიზო კონტროლით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის მიგრაციულ რისკს წარმოადგენენ. ამდენად უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ამჟამად მხოლოდ ევროკავშირის კეთილნებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. მადლობა ეკა გაზდელიანს, რომელმაც ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესების შესახებ შეფასებები გაგვიზიარა.